თამას ტყემალაძე კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. რა პოლიტიკური თოქ-შოუები გავაპირო ალექსე კვასიტაძისა და პაიჭაძის გადაცემების ნაცვლად ამ წუთებში ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მოადგილესთან ერთად სამეურვეო საბჭოს წევრებს ახალი საერთო ბადის გეგმას აცნობს. ბორდის შეკრება საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. ხდობა ჟურნალისტები არესტრებიან. მედიის, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და სამოქალაქო სოლიდარობის წევრების შეკრებას ცალკე დარბაზში დამონტაჟებული მონიტორით ადევნებენ თვალს. ნიკა მოლოდინაშვილი ისმენს ბორდის ხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს. ნიკა პირველ რიგში რატომ დაიწყო ხდომა დაგვიანებით? დიახ, თამთა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხდომა დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. ამის რამდენიმე მიზეზი იყო. ერთ-ერთი ის, რომ თავად ბორდის თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გამოცხადა დაგვიანებით, მან განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა შეხვედრებზე და მეორე მიზეზი, რის გამოც დაგვიანებით დაიწყო ხდომა, იყო ის, რომ სამოქალაქო სოლიდარობის წარმომადგენლებს სურვილი ჰქონდათ, რომ დასწრებოდნენ სამეურვეო საბჭოს ხდომას, რადგან მათი თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამეურვეო საბჭო აპირებდა მოვალეობის შემსრულებლის თამას ტყემალაძის გადაყენებას ამ ხდომაზე. როგორც სამოქალაქო სოლიდარობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბორდი ამ დრომდე განესტის ერთ-ერთი კონკრეტული ნაციონალური მოძრაობის პარტიის გავლენას, რის გამოც ისინი არ დაუშვებენ, რომ სამეურვეო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. მოგვიანებით ემზარ გოგუაძემ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ დღის წესრიგში მოვალეობის შემსრულებლის, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში არ იყო და ეს საკითხი არ განიხილებოდა. ჩვენ გვაქვს ამის სულება, როცა არა, ზვიას დააყენეს საკითხი, რომ კანონიერად მართალე ჯერებებიან მოუშვი. ნუ მიყვინე და ჩემი ასეული ხარ და მე ვარ საზოგადოება და ასუხები გამეცი ძალიან. ზვიად, მოდი აქ დაგავიწყდეთ. ნაციონალების მოვლობა დამთავრებულია. უეწინე, დამთავრებულია ნაციონალების მოვლობა არის ძალიან მომჯამდა დაგველაპარაკე. ზვიად გამოდი აქეთკენ. ბორდის ხდომას გვინდათ რომ დავესვით. არ დგას ეს, არც მდგარა. რო ყოფილიყო დღის წესრიგში ხომ ექნებოდა შეტანილი მეთქი მე უპასუხე. ანუ ასეთი გადაწყვეტილებები შუმად ხო არ ხდება? ლევან გახელაძე ერთადერთი სტატუსით ესწრება ესეთ. და ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ უკვე დასრულებული არის სამეურვეო საბჭოს ხდომა. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ის განცხადებები, რომლებიც ხდომის დასრულების შემდეგ კეთდება. როგორც ხედავთ, ემზარ გოგუაძე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. მე მგონი მონიტორზე არის საშუალება, ხო? თვალყური ადევნოს დამსწრე საზოგადოებამ, არასამთავრობო წევრებმა, ჟურნალისტებმა დაინტერესებულმა. მე მოგახსენეთ თავშივე, რომ რაიმე სკანდალური გამორიცხულია ამ ხდომაზე, ანუ აქ არის მიმდინარე საკითხები, მეგობრებო, ცოტა პროზაული საკითხებია. ფართო საზოგადოებისთვის არ ვიცი მე ეს რამდენად საინტერესო გახლავთ, ეხლა ბუნებრივია საინტერესო იქნება თავისთავად, მაგრამ ასე დაწვრილებით არ მგონია ყველასთვის საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ეს არის ბადე, ვიხილავთ სამ ვარიანტს, საეთერო სეზონი რაც შეიძლება ჩქარა დაიწყოს, 1 ოქტომბრისთვის შეპირებული მივაწოდოთ მოსახლეობას, პირველ რიგში განვიხილეთ თოქ-შოუების საკითხი, თუმცა იქ დასაზუსტებელი არის წამყვანების ამბავი, ნუ თვითონ მოაწესრიგებენ ამას, მენეჯმენტის პრეროგატივაა და მენეჯმენტი გააკეთებს ისე, რომ ეს იყოს მრავალფეროვანი. ახლა უკვე ჩამოყალიბდნენ ისინი, თქვენს რომ იქნება 5 თოქ-შოუ პოლიტიკური, დამატებით იქნება საკვირაო იქნება ის თუ შაბათის იქნება, ხა მაგას მე ვერ დავაზუსტებ. წინასწარ ეკა მიშველაძის თოქ-შოუზეა საუბარი, კი. მე ვიცი ეკას მოსაზრება მიშველაძის, ვიცი, ვისაუბრია, ეკამ ახლაც მომწერა სვათაშორის, ეკას არ უნდა კვირას, რომ იყოს, ალბათ ისინი შეჯერდებიან, მოილაპარაკებენ. მე მგონი კომპრომისზე წავა ერთი მხარე. ბატონოებზე რაც შეეხება კვესიტაძის და პაიჭაძის გადაცემებს, განიხილება თუ არა ეს საკითხი კიდევ დღის წესრიგში თუ არის და დაბრუნდება ამასთან არა, ბორდი ამ საკითხს ამ წუთას არ განიხილავს. მე მოგახსენეთ, რომ ეს უკავშირდება
ახალ ზოლს, იმ ახალ ზოლში საუბარი არის რამდენიმე წამყვანზე. ანუ ყველა ცალკე დღეს, ცალკე გადაცემას უნდა ყავდეს ცალკე წამყვანი. ამიტომ ამ ცალკე წამყვანებში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება, ნებისმიერი ჟურნალისტი შეიძლება მოხვდეს, როგორც ახალი, ისე ცნობილებზეა ალბათ ბუნებრივია საუბარი, როგორც ახალი, ისე ძველი. ანუ გამორიცხული არ არის არც ერთი სახელი და გვარი. ბატონმა თამაზმა თქვა, რომ ეს საკითხი აღარ განიხილება და მან ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ მან ეჭვი შეიტანა მათ ობიექტურობაში და ტენდენციებში. მე გეტყვით, მე მასთან მქონდა დღესდილითაც საუბარი. დღესდილითაც მქონდა საუბარი ბატონ თამასთან. მან თქვა ის, რომ იმ ფორმატით, რა ფორმატიც არსებობდა. ანუ ფორმატი, რომელიც მან გააუქმა, ანუ ის სახელწოდებები, რომელიც სახელწოდებებითაც გადიოდა ეს ток-შოუები, ესე იგი უკვე ბრძანება დაიწყერა, გაუქმდა და გადახედვას არ ექვემდებარებაო. მხოლოდ და მხოლოდ ეს თქვა. რაც შეეხება ლევან გახელაძის საკითხს, მას ვისი? ლევან გახელაძესთან დაკავშირებით სააგენტოებში დაიბოჭდა ინფორმაცია, რომ ის მართავს სამეურვეო საბჭოს და ის კონკრეტული პოლიტიკური ძალისგან იმართება. ამასთან დაკავშირებით რა პოზიცია? მე მაქვს ერთადერთი პოზიცია. მე არ ვიცი ლევანის პოლიტიკურ კავშირებზე, ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. სამეურვეო საბჭოს მეგობრებო მართავ მე. იმიტომ რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახლავართ მე. არავის ჭკუაზე მე არ დავდივარ და არავის ასე ვთქვათ გავლენაში ასე ადვილად მე არ ვექცევი. ამიტომ სრულიად გულწრფელად მინდა მოგახსენოთ, რომ სამეურვეო საბჭოს თუ მართვაზეა საუბარი, სინამდვილეში მეც ერთი ხმა მაქვს, თუ ხმები გაიყო, მაშინ აქვს თავმჯდომარეს ორი ხმა, მოგეხსენებათ, ალბათ წესდება იცით ჩვენი და რაც შეეხება მართვას, თუ ასეთი მართვა ხდება საერთოდ, მაშინ სამეურვეო საბჭოს მართავს მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარე, მოქმედი თავმჯდომარე. მეგობრებო, წარსულში მყოფი თავმჯდომარე ვერ მართავს სამეურვეო საბჭოს. თუმცა ის ესწრებას ბორდის ხდომებს არა, ბორდის ხდომებს არა, ის ესწრება ცალკე ზის. ნინო არის ჩართული Skype-ით, მეგობრებო. მან უნდა იცოდეს ნინოს დამოკიდებულება, საზოგადოებას აუხსენეთ და თქვენც მინდა იცოდეთ, რომ ეს თემა ამოიწუროს, აქვს მინდობილობა მას და ნინო დანელიას გადაწყვეტილების შესაბამისად ის ხელს აწერს ნოტარიალურად დამოწმებული მოწმობის საფუძველზე მხოლოდ და მხოლოდ ნინოს გადაწყვეტილებას ხელს. ამიტომ ესწრება ხოლმე ის, მაგრამ ის ადამიანი მოგრძალებულად ზის თავისთვის სკამზე და უბრალოდ თვალყურს ადევნებს, რომ მხოლოდ ხელი კი არ მოაწეროს, არამედ უბრალოდ იცოდეს რა ხდება, ვთქვათ, უსმენს ნინოს და ნინოს მოსაზრებებს და მერე უკვე აწერს ხელს ნინოს, ელოდება ნინო რას იზამს, თუ გადაწყვეტი, ეხლა დღეს მაგალითად შეიძლება რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არც იქნას მიღებული, ხო, რასაც კენჭისყრა ჭირდება, ისეთ გადაწყვეტილებაზეა საუბარი, მაგრამ რო დაგჭირდეს, ვთქვათ, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც კენჭისყრა დაჭირდება, მაშინ ის მოაწერს ხელს. ეს არის და ეს. დანარჩენი არის შეთქმულების თეორიის ნაწილი. სოლიდარობის წარმომადგენლები რატომ არ დაუშვეს სტომაზე? მათ დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც არ დაუშვა ბორდმა ისინის სტომაზე. და ეგ ფუნა დაუშინეს საზოგადოებრივ აუწყებაში. რა დაუშინეს? ფუნა ესროლეს, ფუნა? სად ნახეს? არ ვიცი, მოტა მილიქონდა და ესროლეს. საიდან ქონდა? აუწყებას ცელოფანში ხული ფუნა ესროლა. საიდან ქონდა მოტა ფერმიდან? სამეურვეო საბჭო დაადანაშაულეს გავლენის ქვეშ არის მოქცეულიო. ეს გახდა ეს. ვისი გავლენის ქვეშ არისო? ნაციონალურ მოძრაობისო? აქვე გეტყვით ბარემ ჩაგიტყვით, რომ დაიწერა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბორდის ხდომამდე ბორდის წევრები მათ შორის თქვენც შევხვდით შოთა უდიაშვილს და არ შევხვდით გენაცვალე, არ ვიცნობ თვალით არ ამყავს ადამიანი ნანახი. რო შევხვდეს დღეს ქუჩაში, გეუბნებით გულწრფელად, ვერ ვიცნობ. ხო გიკვირთ ეხლა, მე მაქვს ჩემი საქმე. მე მაქვს ჩემი შემოქმედებითი საქმე. მე მაქვს ვიცნობ უამრავ პოლიტიკოს, გეუბნებით